მიხეილ სააკაშვილი ვივამედიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მათი ცნობით მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის დასკვნის საფუძველზე დააბრუნეს. ექს-პრეზიდენტის დედა და ადვოკატი მთავარს ეუბნებიან, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არ არიან. გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილისთვის ბოლო დღეების განმავლობაში სამედიცინო კვლევები არ ჩაუტარებიათ. გზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ანაკლიიდან სანაპიროსთან ახლოს აქტივისტებმა 380 მეტრიანი წარწერა მეგობარი აქტი გააკეთეს. ამ სიმბოლური პერფორმანსით მოქალაქეებმა ტრამპის ადმინისტრაციას მეგობარი აქტის მიღებისკენ მოუწოდეს. ოცნების მაღალჩინოსნები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოლოდინში გამარტივებული მექანიზმით შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის დამრღვევ ჩინოვნიკებს ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში უვიზოდ შესვლა აუკრძალოს. ერჩინსკი ამბობს, რომ ამ თემაზე სპეკულაცია არ სურს, გადაწყვეტილებას კი დეკემბერში მიიღებენ. არ ვინერვიულებთ, ვიდრე ჩვენ ვდგავართ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში. ასე უპასუხა ბოჭორიშვილმა ოცნების წევრების მოსალოდნელ სანქცირებას. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფის ადგილზე დღეისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. გავრცელებული ინფორმაციით ნაპოვნია ბორტზე მყოფი 20-ვე თურქი სამხედრო სხედარი. მათ სამშობლოში გადაასვენებენ.